მარიკა ის სად არის წავიდა? ეხლა მცნობ, ხო? სამსახურში წავიდა. მარიკუნა, შენ შემთხვევით ხომ არ გახსოვს როგორ მოვედი რესტორანთან? არა, მაგრამ შენი შარვლით თუ ვიმსჯელებდით, მუხზე დაჩოქილი უნდა მოსულიყო. მეც არა თვითონ რატომ თქვა ეს თავი არ გტკივა? ვერ გზნობ. რას ვერ გზნობ? თავი გტკივა თუ არა? თავს ვერ გზნობ, მარიკა, თავს. მაქვს თუ არა საერთოდ? მართალი ხარ. გუში რომ მოხვედი, თავი ქონდა თუ არა, საერთოდ არ გეტყობოდა. კარგი რა, მარიკა, კარგი რა. რა ოქენი ხა ისეთი მოვედი რესტორნიდან კი ბატონო, ნასვამი, მაგრამ გამიხადე თავზე კი. მეც მაგას ვამბობ, აი კარებთან გაიხადე და აბაზანაში შედიოდი დასაძინებლად. მართლა მარიკა? ვაიმე, აბა თუ გონა რო ჩემო თაღი შევედი, ხო იცი ახლოს ვარიან ერთმანეთთან, ამერია რა. აგერია კი არა, მე მგონი გეგონა რომ ოპერაში შედიოდი. ისე ხმამაღლა ყვიროდი. კი არა, ყვიროდი. ღეროდი. თან ისე ნიჭიერად მღეროდი, რომ თელი სამეზობლო გამოვიდა შენ მოსასმენად. ხო? და რომელი საათი იყო რომ მოხდა? 10. თუ 4-ს უკდაათი. ხო, 4-ს უკდა 10 და. აი მე მარიკა, ისე ცუდათაო რომ ვეღარც მწქვენი. დათო, იცოდე მეორეც, ეგრე აღარ დალიო, თელი ღამე გამათენებინე. რატო ხრინავდი? კი არ ხრინავდი, იღუპებოდი. ხო და საინტერესოა სად დალიე, ვისთან ერთად დალიე, სად იყავი? სად ვიყავი და? ხო, ვისთან ერთად იყავი, სად დალიე? ბიჭებთან. ვინ ბიჭებთან? ჩემ ბიჭებთან. ვინ შენ ბიჭებთან? ვაიმე არ მახსოვს მარიკა რა გეხმარება თავი დამალები რა ის და ზუსტია თავი და. აი გეტყობა რომ არ გახსოვს, რომ გახსოვდეს სირცხვილისგან შენი ოთახიდან ვერც გამოხვიდოდი. არ მახსოვს ხო? არ გახსოვს. გამახსენდა. რა? მარიკა სამსახური ვიშოვე. მართლა. დათო? კიდე მთვრალი ხარ? არა მართა გეუბნები იქ სუბრაზე რო ვიყავი ერთმა ბიჭმა თქვა რომ ჩვენთან სპორტის სამინისტროში ვაკანსიაო ირაკლი თუ დაურეკავს
სამსახური ვიშოვე. გინდა ლუდი ამოგიტანო? არა მარიკა მართლა გეუბნები ირაკლი თუ დაურეკავს მიშოვე სამსახური გეხოცები უთხარი რა დაურეკოს რა. იცი აი შეგირჩევნია ირაკლის არ დაურეკო. თორე გაბრაზებულია შენზე. რატო რა დავაშო რა. იცი რატო? თელი ღამე ურეკავდი და ესე ეუბნებოდი ბანი მომეცი, ბანი მომეცი. მაშინ დასვისა ვიცი? ხო. წავალ ეხა მე ირაკლის და სამსახურში. კაბინეტში მივალ და ბუდის მოვკვდი. ეს რაჩანთებია. შენ ალაგებდი გუშინ დათო და მანდ დატოვე. ბათუმში უნდა წასულიყავი. აი მე? აი არა, მეტი აღარ უნდა დავლიო ეს რა. ამგავს მე ეს დალევა რა. საჩხურებელსაც დამაკარგინებს რა. აჰა. მიდი, ახტე. ახტი რა. არა, მანდარა. აბა თავიდან მიდი ახტი. იბება ბატონო ვახტა. რა ხო? აუ, საქმეები ლაშა, საქმეები. ო, აი, ერთს მორჩები, მეორე იწყება, მეორეს მორჩები, მესამე და აი ესე რა. მოკლედ აღარ შემიძლია რა, ვერაფრით ვერ გავედი ბოლოში რა. წესით ხვალ დავხურავ ამას, ჰა? რას დახურა? ანუ მორჩები რა? ჰა, მორჩები. ვახო. რა მიფიქრე იცი? ხო. სახლში წავა. რას იზა? სახში წახვალ? ო, წახვალ სახში რასთვის? ლაშა, ჯერ არის 3 საათი. კლინიკა მუშაობს 6-მდე. აჰა, 3 საათი. ვახო, ნახე, დაუკვირდი. ესე იგი 3 საათია და 3 საათით ადრე მივდივარ სახლში. არა, რაღაცა არსებობს რა, რაღაცა არსებობს რა. რას მაიმუნ? რა ვიცი ხმა. რა შენ ახლა ესი ადრე წახვიდე სახში და რას იტყვიან თანამშრომლები? არ იტყვიან ქვისლია და გაუშვაო. ხო. რა ხო? ხო, დაგეთანხმე, რომ იტყვიან ქვისლია და გაუშვა. აბა ქვისლია და არ ქვისლი არ არის და გაუშვაო, ხო არ იტყვიან. ვიღაცა მაიმუნობს. კი. ვიღაცა რა მე. ეხლა ადექი. წადი და გააგრძელე მუშაობა, მიდი. ახლა წავიდე ესე იგი და ხვალ გავაგრძელო მუშაობა. მოიცა. რას მაიმუნობ ეხლა ახლა კაცი? რას მაიმუნობ? არ მაიმუნობ მართლა რა. გამაგიჟებ შენ რა. სახში რა უნდა აკეთო? აი მიხვედი სახში რა უნდა აკეთო? რა უნდა ვაკეთო და ქეთევას მივეხმარები. ორი ბავშვი ყავს, ვახო ახლა ესე ხო არ არის რას ქვია რა უნდა ვაკეთო. მოიცა. და ძიძარისთვის აიყვანეთ. ძიძა. ვისთვის ავიყვანეთ ძიზა და იმ გუფთას კარგად ჭამდი? კი. მართლა კარგი ხელი აქვს, მაცაცოს გადასარევი რა. მართლა? ხო და ვახო, კარგი ხელი რო აქვს. მივალ მე სახლში. მიეხმარები ქეთევანს. ძიდა წავა, გააკეთებს ისევ გუფთას, მოხვალ შენ შეჭამ ისევ იმ გუფთას, შეთვის ზრუნავ, თორე მე 3 საათით ადრე რა მინდა სახლში. კარგი, წადი. წადი, არ მაქვს რა შენთან ლაპარაკის თავი და წადი. გაი წავედი, რა ვიცი ხე. მიდი. მე შეთვის. ლაშა. ხო. ისე წადი რომ თელმა კლინიკამ არ გაიგოს რა. კი, გავიგე. შეიძლება ბატონო ვახტანგ? ნანიკო, მოდი. ესე იგი, ბატონო ვახტანგ, ისა, უკაცრავად ნანიკო, მე წავალ ჩემთან კაბინეტში შევა. ვიმუშავებ გვიანობამდე, ვიქნები და თქვენ უდამელოდებით. თქვენ წაბრძანდით სახში, მე გვიანობამდე უნდა ვიმუშაო. ეს რო ყველა არ გაიგოს კლინიკაში რომ მიშვებ, მაგით გეუბნებათ რა. ბატონო ვახტანგ, ოპერასთან ბარტერი რო გვაქვს, გახსოვთ? კი, ოპერასთან კი. რა, მოიყვანეს კიდე ვინმე? არა. აი 6 მოსაწვევი გამოგიგზავნეს ბალეტზე. ძალიან კარგი ნანიკო, დიდი სიამოვნებით წავალ. დღეს საღამოს დიდი სიამოვნებით ოპერაში. მართლა, იცით, მეც ძალიან მიყვარს ბალეტი. მართლა? მაშინ ნანიკო, მოდი ესე მოვიქცეთ. ეს ერთი მოსაწვევი შენ? და ერთად წავიდეთ დღეს საღამოს, ჰა?
აი მე დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ. გაიხარე. კარგად. კარგად. კარგი. ისა, ნანიკო. რა არის? რა ბალეტია? მაგნატუნა. მაგნატუნა. ხო. და ახლა რაზეა? ხილის სატეხზე ბატონო ვახტანგ. კარგი. კარგი. ხილის სატეხზე. ლაშა, რა თქვი, რატო წამოვედი ესე ადრე სამსახურიდანო? ჰა? დავიღალე და ვისვენებ. ნეტარითი დაიღალე, ჭამით თუ ძილით? აი მაგათ შორის რომ შუალედია მაგათ. გამარჯობა თამარ. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა ქეთევა. გამარჯობა. მიშიკომ და გიორგიმ რა დააშავეს და დიძავ შედი. მართალი ხარ. გამარჯობა მიშიკო, გამარჯობა გიორგი. გამოდი, იძინებენ ბავშვები, არ გამიხვიძო. გაგიჟდი ლაშა. აი უყურე, იძინებენ ბავშვები ძინავ თუ დარდელად ბავშვებს მე. რადარაც ნანიკო დავინახე იმის შემდეგ ვეღარ ვიცინებ. ძალიან ცუდად ვარ ხალხო, ძალიან ცუდად ვარ. აღარ შემიძლიო. რა დაგაძინებს რა? ვერ ვისვენებ. რა მოგასვენ? რა ვიცი. რა მოგასვენ? როგორც კი დამემირჩიეთ, გეხოცები, დამეხმარეთ, არ შეიძლება, დამეხმარეთ რა. ხო, რამე გიჩიო, რამე დაგეხმარო, ესე იგი, პრობლემა არის უძილობაში. უძილობაში, ეს პრობლემა მომისმინენ. ეხლა ჩვენი ძიძა ბავშვებს აძინებს. ხო და რომ დააძინებს, მე ვთხოვ და იქნებ შენც როგორმე მიგაძინოს. კარგი, რა ქეთევა, რა მე გითხარი, დამეხმარე მეთქი რა. რა ვიცი, მეც გირჩიე, რა ვქნა, მეტი არ თამარ, შენ მაინც და. მოხვედი ჩემთან. პატამ. ეხლა მე გამოგიტან წამალ, კარგი წამალი მაქვს. ხო და ამ შენი უძილობის პრობლემა. მაცადე ეხლა. ეშველება. ხო და ეს მოგადუნებს, მოგთენთავს, მიწები და მიიცი. ხო, დიდი მადლობა, ხო. ხო. პატა. ეხლა როგორ აი რას ქვია რომ აი როგორ ვერიცი? როგორ აი დავიცე, დაწექი ხო? დავწექი, აი დავწექი. დახუჭე თვალები. დავხუჭე თვალები. და დავხუჭე თვალები ლაშა და ამ დროს მოდის ნანიკო მოდის და მეღვიძება ლაშა გესმის ვეღარ ვიძინებ მე. რატო გიყვირის? არა მიყვირის ლაშა. გირტყავს? არა არ მირტყავს ლაშა, არც მიყვირის, არც მირტყავს. პატა აი წამალი. მიდი ეხლა შედი სამძარეულოში, წყალში გახსე. ეხლავე დავლიო უკვე და ერთი ჩაის კოვზი გახსენი წყალში და 2 საათში იმოქმედებს. კარგი, დიდი მიდი, მადლობა. შედი, მიდი. აი მე ვახუნა. რატომ მოხვედი ესე მალე? რა ვიცი, წამოვედი რა თქმა. აი ეგ არის რა, დირექციას როცა უნდა მოდის, ჩვენ რა ვქნეთ მე უბრალოდ. ხო. დღეს ვარ დაპატიჟებულები ოპერაში. დაგპატიჟეს, აბა, სხვათა შორის მთელი ოჯახით ლაშა. მაგნატუნას. ვაი, კეთუ, მთელი ოჯახით ვარ დაპატიჟებულები მაგნატუნას. ოპერაში. ვაიმე, რამდენი ხანია ოპერაში არ ყოფილვარ. ვაიმე, რა კარგია. თანი მალქაჯის კოსტიუმსაც წამოვიღებ. შარშა რო გამოვიტანე მასხარადისებს უკან კი არ მიმიტანია, ხო? წამოვიღებ. ვახო, მოსაწევები მოგიტანეს. კეთუ. ჩემი ქმარი ხო დირექტორია და ესე სამსახურში მიაქვთ ხოლმე მოსაწევები. ხო, აბარა. აი ჩემს ქმართან კიდევ სახლში მოაქვს. ვახო, გამარჯობა. დავლიო უკვე. ვახო, როგორ ახარ, ვახო? კარგად, როგორ ახარ შენ? კარგად, ესე იგი სამსახური მორჩა უკვე, ხო, ვახო, წამოხვედი. ესე იგი ნანიკო თავისუფალია, ხო, ვახო? ხო, თავისუფალია, ძალიან კარგი. კი, დღეს მივდივართ ერთად ოპერაში, მაგნატუნაზე, ხო? ოპერა. კარგი ვახო. პატა, კარგი, წადით რა. ისე ერთი მოსაწვევი დინდა მოგცე, წამოხვალ? ვახო. ნანიკო მოდის და მე წამოვიდე, ვახო? ხო რა. ვახუშტი, ვახუნა, ვახუნ ხულა მიყვარხარ, ვახო მოდი უნდა. რა გინდა?
კაცო, ძალიან მიყვარხარ. ადი რა. ვახო უფრო გიყვარს თუ ნანიკო? კარგი ლაშა რა ვახო და ნანიკო რა ნანიკო. ნანიკო? ნანიკო ხო? კარგი ვახო მიყვარს უფრო მომეც. ვერ არის ეს კარგად რა ვახო გიყვარს. კარგი. ისე პატ, ისმინე. თუ გინდა. რა ვიცი, დაფიქრდი ახლა შენ, მე ვიცნობ ოპერის დირექტორს. კინო საქართველოს დირექტორმა გამაცნო კაი ბიჭი. ხო და მივალთ თხოვ რომ აგიშვა სცენაზე და სცენიდან რომ აუხსნა სიყვარული ნანიკოს. რა ეფექტი ექნება? ლაშა როგორ აუხსნა სცენიდან სიყვარული ხა ოპერა ხო არ არის ბალეტია კაცო ეხა რა როგორ აუხსნა აბა ვერ ფლობ ეხლა ისე სხეულის ენას თორე დიდი სიამოვნებით ხა სხეულის ენას თუ არ შემიძლია ეხა ისე ადა ბატონო ბევრს ლაპარაკობ ეხლა ძალიან მაგაჟობია წადი გაემზადე რომ არ დაგვაგვიანდეს მე კარგი დიდი მადლობა წავედი მივდივართ ბალეტზე მივდივართ ბალეტზე ყველანი მივდივართ ბალეტზე მოსაწვევი მიმაქ ნანიკო აბა კარგად იყავით კარგი დიდი მადლობა ნახავთ დროებით კარგად იყავი კარგი რა დაალევინე თამას რა რა ვიცი რაღაცა წამალი მქონდა შემორჩენილი გახსოვს ადრე იუზას რო ვასმებით რო არ იძინებდა მე ხო რა ერთი კვირა რო ეძინა გაჩიშოს. ხო კი მე თალი მე თუ გათი რა ვახო სად არიანი სიმონდე რა ვიცი მე მეტყობა ჩაეძინა რომ დაალევინე ის წამალი რაღაც გზაში კი მოდიოდა და მოდია თუ კარგი არაფერი არ თქვა კარგი საი მოვიდნენ მოდი ნანიკო მოდი გამარჯობა ელა ნანიკო გამარჯობა ლაშა მე აქეთ ვიჯდები ესე ხო იცი მარცხენა პროფილი არ მივარგა და ხო მარჯვენა გაქვს გადასარევი ნანიკო ძალიან მომწონხარ კარგი გოგო ხარ ბატეთ ისეთი კარგი ბიჭია ვახო რაღაცნაირად ხოიცი აქ როგორ უნდა მოიქცე მობილური უნდა გამორთო და თამარი გააჩუ არ გაქცევ ყურადღებას რა არ გაქცევ ყურადღებას თამარ ბატონო ჭოგრეტი არ გინდოდათ რა თუნდა ჭოგრეტი მითხარ წინა კორპუსში ლადო კვიჟინაძეს მობილური რო ურეკავს ნომერს ხედავ ნანიკო ესე ხო არ გაწუხებ არა ძალიან არა ნანიკო იცი როგორი ბედნიერი ვარ აი ძალიან მოხარული ვარ რომ ერთად მოვხვდით ამ ხელოვნების ამ დიჯეზე იმზე ძალიან გიჟდები ისე მიყვარს ბალეტი გიჟდე იწყება მე გული იწყება პატა მარჯვენა პროფილი იწყება რა სილამაზეა რა ლამაზი კოსტუმები ასეთ არა პატა ხო გიჟდები ბატა ბარში აი ეგეთი ელასტიკებით უნდა იარო მოსწოს ნანიკოს ვაიმე ვახუნა რა ჰაეროვნად ცეკვავენ რა მახლაში აფრინა ბალერინა როგორ თამარ გაიგეს რომ აქ ახართ და ესე კარგად რომ დაინახოთ უფრო იმიტომ წევენ ზევით ჩვენც კერეს ზევით ვაიმე მართლა რა ჰაეროვნად დადიან ფეხის ცერებზე და ვაიმე შეხეკ აი ეგრე დადის ვახო თამარს როს ძინა რა ლაშა კარგი რა ნუ დამაწყვიტე ნერვები ბრავო ვახო რა მოხდა ვერ დავინახე რა მოხდა თამარ და აი ეს კაცი სამჯერ ახტა და ერთხელ დატრიალდა ბიჭო ჩაეძინა? არა ნანიკო არ ჩაეძინა
აი ასე უსმენს ხოლმე საერთოდ მე შემეჩნევია მუსიკას ასე უსმენს რომ უფრო კარგად რომ შეიგრძნოს ასე ვთქვათ სულ სხვა ასე ჟღერადობა აქვს შემდეგ აი ეს ხელით შენაგონი ეს სპეციალურად უფრო კარგად ასე აი ყველამ ასე მოდი მოусმინოთ ჩვენს მოდი მართლაც რა მშვენიერი მუსიკაა არა პაატა პაატა ხიზდელი და დღეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. რა საყვარლები ხართ? აი, მე ბავშვებს წინავ და იმიტომ ლაპარაკობთ ჩუმად, ხო? სკოლაშიც ესეთი საყვარელი იყო. ოფილა, გამარჯობათ მეზობლებო, გამარჯობათ ბატონო ერეკლი, გამარჯობათ და თომ. ქალბატონო მარიკა თქვენთან მაქვს საქმე, სოუსს ვაკეთებ და თქვენი დახმარება. რაში ამგან? რაში და ან სამი თავი ხახვი უნდა მასისოთ, ან უნდა მითხრათ ღლონტები სად არიან და როდის მოვლენ. მირჩევნია სამი თავი ხახვი გასასხა. ძალიან კარგი. კარგი. ამირა, ბატონო, შენ რა მითხარი იცი? მოდი დაჯექია. ამირა. ხო, ბიჭო. როგორ მიდის შენი და რა ქვენ გოგოს? ნანიკო. ნანიკოს საქმე, როგორ მიდის მომიყევი, რა? რა იცი რა. მესიჯები გაუგზავნე. ურეკავდა, არ პასუხ. ეგ არის ბანალური. ორიგინალური უნდა მოიფიქრო რამე. ორიგინალური, აბა? რა? რა და? აი, ირაკლი მიცის. ესეთი რაღაცა გენიოსია მაგ საქმეში. აბა პირველი, მიდი, დაიხმარე და მოიცა ერთი შენი ჭირიმენი. მაიმუნობ რაღაცას, შეკიდე რა მოგივიდა, რას უსმენ ამას? ამირან კაი გზას სად გახარ და მიდი განაგძე ისენი მესიჯები. ვისარაგვია. დარგი რა დაეხმარი, ხო ხედავ, გთხოვს რა. ამ ხილაკალზე რა, მე დაგეხმარები. როგორ და? ლექსი დაუწერე. კარგი დათო რა. ლექსების დამწერი ვარ მე. მე ვიცი ერთი. კარგი ლექსი. იმას მოგცემ და ისაუბრეთ. დამეიტყოდი. აბა? მე აღარ მინდა გამოცდები და აღარ სწავლა. ჩემს გონებაში გრძნობა ბობოქრობს ვირთაცა ომი. ჩამკიდე ხელი. გარავახოთ მთელი კოსმოსი. დაგაგარინის დაკვალებზე ვივლით. ჩვენ ორნი. აი, რა სასაცილო ლექსია დათო ეხლა. მაგრამ ეგრე სიყვარულის ახსნა ვის გაუგია? როგორ? ნუ ახლა. ეს ახლა თორე. ჩვენ დროში მოწონდათ კაცო. ისე მე მაინც მგონია რომ ქალბატონი მარიკა მართალია. რამე სხვა რომ მომიფიქროთ. სხვა რამ მე მოვიფიქროთ. კარგი რა ირაკლი რა. მოვიფიქრე რაღაცა რა მოგივიდე. მე ხომ ამირა 100 ცალი წითელი ბუშტი ასალ წითელბურს რა გამერავს ამირა მაგაზე ნერვიულობ მე ვისნობ ერთ ადამიანს რომელიც ჯერ კიდევ მე-9 კლასში ბერავდა 100 წითელ ბუშტს. დიახ. დათო და მაგ ბუშტების ამბავი შენ საიდან იცი? რა არის? რა და? შეყვარებულობის დროს ირაკლი მე მაჩუკა 100 წითელი.
აი, ფანტაზიის სუმარი წავა. წავედი მე, თორე ჩემი კარტოფილი ჩამეხარშა. დიდი მადლობა ქალბატონო მარიკა, მადლობა ბატონო ირაკლი, კეთილი რჩევისთვის. არაფერს. შევალ რა დავიღალე ძალიან. ხო, ემოციებისგან ალბათ არა. წამოვწვევი რა ცოტა ხანი რა რაღაც. მიდი. წამოწეკი ხო? წამოწეკი. ესა მარიკა. ბატონო. ეს თქვენ მეგონი დასარეკი ქონდათ არა? დაივიწყე, ვერ ეღირსები. ვერ ვეღირსები? ვერ ეღირსები. დაიძინეთ მაშინ თქვენ. დავიძინებ. ხო, მე საქმე არ მაქვს, შენ კითხავ ახლა მე დავიძინო თუ რა გავაკეთო. ნუ მე კითხავ. არც გეკითხები. მიდი რა გითხარი რამე, შევდიოდი და შენ გამიმართი აქ დიალოგი. მარიკა, შენ ისჭირდება. დღეს იცი რა უნდა გითხრა? დღეს ვიყავი ირაკლისთან სამსახურში. და კაბინეტში იცი ვინ შემოვიდა? ვინ შემოვიდა და მერი. დივანი მერი. საყვარელი. ხო. ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და გავიდა. მერე იცი ვინ შემოვიდა? ბუნიკეთის გამგებელი. ბუნიკეთის გამგებელი შემოვიდა და კიდე შემოვიდა მერი. მერი შემოვიდა და კიდე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი კარგად. წავიდა. ბუნიკეთის გამგებელიც და მერიც. მერე? ხო, მერე იცი ვინ შემოვიდა? მერე შემოვიდა ზღარბი. რა ზღარბიდათო? რა ვიცი მე მარიკა ხა ირაკლი თუ დარეკავს ზღარბი შემოვიდა. თუ არ დარეკავს მე ვიცი ვინ შემოვიდა. აი ვრეკავ, ხო. აი რა შეიძლება გააკეთებინოს ოჯახის სიყვარულმა. რა ჭირს ამო? დავით ალექსიძე არ დაგავიწყეს. მაკეტა ბადიდე. გასაგებია. დიდი მადლობა. გავიგე ბატონო, გავიგე ყველაფერი გას. კარგად ბრძანდება. რა გიხრის ირაკლი, გეხუწები მითხარი, რა გითხეს დაუთხარი. მე იმათმა რა გითხეს და მე შენ დაუთხარი ბოლოში გეხუწები. გადი თავი დამანებე ახლა ნუ დამაწყვიტე ნერვები გელაპარაკები მე შენ. მაი მე ირაკლი გეხუწები მითხარი რა ამიყვანეს თუ რა კნეს მითხარი რა კარგი ამოისუნთქი. მე რაც უთხარი ხო გესმოდა? კი. ხო. იმათმა მითხრეს, არა ბატონო ირაკლი. ერთი წუთი დამამთავრებინე, მოდი აქ. მოდი ერთი წუთი, შეგიძლია ბოლომდე მოусმინო. მე რაც უთხარი ხო გესმოდა? იმათმა მითხრეს, არა ბატონო ირაკლი. მოდი ერთი წუთი. მოდი აქ, ნუ გამილეწე სახლი, მოდი ერთი წუთი. მოდი. მომისმინე. მე რაც უთხარი ხო გაიგე? ჰა? იმათმა მითხრეს არა ბატონო ირაკლი. მოდი აქ. მე რაც უთხარი ხო გაიგე? ხო და იმათმა მითხრეს არა ბატონო ირაკლი არ არის პრობლემა მივჩემ სამსახურსო. ხო? მე რაც გავიგე, ხო? რაც უთხარი ხო გაიგე? იმათმა მითხრეს არა ბატონო ირაკლი არ არის პრობლემაო, როგორ გეკადრებათო, მივცემ სამსახურს. ჭიკარი ხარი რა! ძმახარ რა! ხდება? ამიყვანეს. სამსახურში ამიყვანეს ძმახარი რა! აი, რა კარგია. სულ გაგიჟდა.
ხო, ის გოგი გირეკავს, ირაკლი, სახლის ტელეფონზე ვერ დავრეკეო და გირეკავს, და რამდენი მაცინა, იცი? თურმე ვინ შეხვედრია, იცი? თქვენი კლასელი. გიორგი ჭიჭილაძე. არა, ის ირინე ცერცვაძე. ხო, შენ გიყვარდა თურმე სკოლაში და თან ლექსებსაც უწერდი. აიმე, ირაკლი, რა საყვარელი ხარ. გოგია. ალო გოგი. ნახავდი გოგი.